ძალიან დიდი მადლობა, მადლიერებით მინდა დავიწყო ისევ ჩვენი მეორე შეხვედრა. ვარ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეხვდით კიდევ ერთმანეთს. ვარ ბედნიერი თქვენთან შეხვედრისა, რომ შეხვდით კიდევ ერთმანეთს და მადლიერებით მინდა დავიწყო. მადლობა უფალს, რომ აქამდე მოვედით ყველა. მადლობა მეუფეს, რომლის ლოცვა კურთხევითაც ხორციელდება ეს პროგრამა. მადლობა მამა ეფრემს, მადლობა მოდერატორებს და მადლობა თქვენ, ვინც აქ ხართ და ვინც ესწრებით და ინტერესს იჩენთ ღვთისმეტყველებისადმი, საღვთისმეტყველო მეცნიერების მიმართ. ეს მნიშვნელოვანია ძალიან და თქვენ ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენი თემა არის ცოტა რთული თემაა, ცოტა არა, ძალიან რთული თემაა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ბევრი ვილაპარაკო და გასაგები იყოს. მეტნაკლებად მაინც იყოს გასაგები ჩვენი საკითხი, ჩვენი თემა, დღევანდელი თემა, ტრიადოლოგია არის, ტრიადოლოგია აი ღვთისმეტყველებაში სხვადასხვა მიმართულებებია, სხვადასხვა განხრებია, აი როგორც ვთქვით, საეკლესიო სამართალი, კანონიკური სამართალი და ერთ-ერთი განხრა არის სისტემური ღვთისმეტყველება, აი სისტემური პროფილი ღვთისმეტყველების. ამ სისტემურ პროფილში შედის სხვადასხვა საგნები, როგორც არის მაგალითად რელიგიათა მცოდნეობა, რელიგიათა ფილოსოფია, რელიგიათა სოციოლოგია, ასკეტ მამათა ღვთისმეტყველება, ქრისტიანული ბიოეთიკა და ერთ-ერთი არის აქედან სისტემურ განხრაში მიმართულება, რომელსაც ქვია დოგმატური ღვთისმეტყველება. დოგმატური ღვთისმეტყველება. ეხლა რა არის ეს დოგმატური ღვთისმეტყველება? მაინც მინდა რომ დოგმატური ღვთისმეტყველება ზოგადად ვიცოდეთ რას ნიშნავს. აი ეს სიტყვა დოგმატური მოდის არსებითი სახელიდან დოგმადან და მე როგორც თქვი უკვე წინა შეხვედრაზე, მამებმა ყველა ტერმინი აიღეს წარმართული სამყაროდან და აი ეს ტერმინი წარმართული სამყაროდან არის აღებული და ნიშნავდა რას? აი ძირითად მთავარ თვალსაზრის, რომლის ავტორიტეტულ რაღაცა აზრს, რომლის მიღებაც, გაზიარებაც იყო აუცილებელი, სავალდებულო ყველასთვის. და აი ეს ტერმინი აიღეს მამებმა და გამოიყენეს სწორედ მართლმადიდებლური სწავლებების, ანუ მთავარი სწავლებების, ძირითადი სწავლებების გადმოსაცემად. დოგმატური ღვთისმეტყველება, აი აქედან დოგმატური ღვთისმეტყველება არის მიმართულება, რომელიც სისტემური სახით გადმოსცემს აი ამ მთავარ ძირითად მნიშვნელოვან სწავლებებს მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და აი ამ სწავლებების აღიარება სავალდებულოა ყველასთვის, ხო, ვინც მივიჩნევთ მართლმადიდებლად თავს, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ვინც მივიჩნევთ, რომ ვართ და წევრნი ვართ ამ ეკლესიისა, ჩვენთვის ყველასთვის სავალდებულოა ამ სწავლებების აღიარება. რატომ სისტემური სახით? იმიტომ რომ ეს სწავლებები ერთ ეპოქაში არ გამოთქმულა. არამედ უამრავი ეპოქა დასჭირდა, ხო, უამრავი ეპოქა გავიდა, ვიდრე მე-4 საუკუნიდან აი დღემდე ბევრი ეპოქა აქვს და სხვადასხვა ეპოქაში წარმოჩნდებოდა ხოლმე რაღაცა თემები, მნიშვნელოვანი თემები, რომ ეკლესია იძულებული გახდებოდა თავისი მთავარი სწავლება, აი ამ თემასთან დაკავშირებით, თავისი ოფიციალური სწავლება, აზრი დაეფიქსირებინა. და აი ეს მიმართულება, დოგმატური ღვთისმეტყველება შემოიკრებს ყველა ამ სწავლებას და ესე ქრონოლოგიურად და სისტემური სახით გადმოსცემს, რომ უფრო გაგებაც უფრო ადვილია და ამ სწავლებების ერთმანეთთან დაკავშირებაც ასე უფრო ადვილი ხდება, ანუ აღქმა უფრო ადვილი ხდება ამ სწავლებებისა. დოგმატურ იცით კიდევ რა მინდა ვთქვა, რომ არის ბევრი სწავლება, მაგრამ მხოლოდ წილია დოგმატური ხასიათისა, დოგმატური შინაარსისა და რატომ მიანიჭა ეკლესიამ ეს სტატუსი რომელიმე სწავლებას. ეკლესია ანიჭებს ამ სტატუსს ისეთ სწავლებას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რწმენის სისწორე და უცდომელობა. აი ეს აუცილებელია, რომ განვასხვაოთ ეს, ანუ ჩვენი რწმენის უცდომელობა და სისწორე დაფუძნებულია სწორედ აი ამ სწავლებებზე, რომელიც როგორც უკვე ვთქვით წინა შეხვედრაზე, ესე ციდან არ ჩამოფრენილა, არამედ დიდი ტკივილითა და ტანჯვით, ასე ვთქვათ, შუა ეკლესიამ, ხო? და ამ სწავლებების უკან დიდი ბრძოლებია, დიდი ტანჯვაა და დიდი, ასე ვთქვათ, პერიოდია განვლილი ამ სწავლებების უკან საეკლესიო ტრადიციაში. აი ეს სწავლებები, მნიშვნელოვანი სწავლებები, სწორედ აი ამ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ჯამურად არის შემოკრებილი. დოგმატურ ღვთისმეტყველებაში რამდენიმე სამსჯელო კონტექსტია, ანუ სამსჯელო ასპარეზია და თითოეული კონტექსტი სახელწოდებას იღებს იმ შინაარსიდან, რაზეც ვსაუბრობთ.
და აი ასეთი კონტექსტი არის სულ აი 7 სამსჯელო კონტექსტია დღემდე არსებული. ხვალდაზე რა წარმოჩნდება ის ჩვენ არ ვიცით, მაგრამ დღემდე გვაქვს 7 ასე ვთქვათ დოგმატური სწავლება, 7 დოგმატური სამსჯელო კონტექსტი, რომელიც არის დოგმატური, ანუ ჩვენი ცხონებისთვის და რწმენისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. აი ეს არის 7 დოგმატური კონტექსტი. პირველი არის ტრიადოლოგია. აი აქედან არის პირველი ტრიადოლოგია. და ტრიადოლოგიას არის სწავლება წმინდა სამების შესახებ, მარტივად რო ვთქვათ, სწავლება წმინდა სამების შესახებ და აი ამ კონტექსტში, ამ ასპარეზში ჩვენ საუბრობთ წმინდა სამების რაობის შესახებ. რა არის წმინდა სამებაში, რომ მაგალითად რამდენი არსებაა წმინდა სამებაში, რამდენი ბუნება, რამდენი ჰიპოსტაზია, როგორი ამ ჰიპოსტაზების ურთიერთმიმართება პირების, ხო, მამის, ძის და სულიწმინდის ურთიერთმიმართება როგორაა, როგორ არის ეს ჰიპოსტაზების მიმართება ბუნებასთან როგორაა და ზოგადად წმინდა სამება როგორ მოდის კონტაქტში სამყაროსთან, ანუ ზიარებაში როგორ მოდის, ქმნილი როგორ ეზიარება უქმნელ ღმერთს, ქმნილი ადამიანი როგორ ეზიარება უქმნელ ღმერთს. აი ამ ყველაფერი, აი ამაზე ვსჯელობთ ჩვენ სწორედ ტრიადოლოგიის კონტექსტში. მაგრამ როგორც ხედავთ, არის კიდევ აი ეგ დემიურგია რო აწერია. დემიურგო ნიშნავს ქმნი და ესე იგი სწავლება სამყაროს შესახებ. ქრისტოლოგია სწავლება ქრისტეს შესახებ, ეკლესიოლოგია სწავლება ეკლესიის შესახებ, მისტერიოლოგია ნიშნავს, მისტერი არის საიდუმლოს ნიშნავს და სწავლება ეკლესიაში აღსრულებული საიდუმლოებების შესახებ. მერე სოტერიოლოგია, ანუ სწავლება ცხონების შესახებ და ბოლო არის ესქატოლოგია. ესქატოლოგია ნიშნავს სწავლებას ბოლო ჟამის შესახებ. ესხატა ნიშნავს ბოლო ჟამს, ქრისტეს მეორედ მოსვლას და იქ არსებულ მდგომარეობას და ვითარებას გადმოსცემს. აი ეს 7 მთავარი სამსჯელო კონტექსტი გვაქვს ჩვენ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში. აქედან პირველი არის ჩვენი არის მხოლოდ პირველი ტრიადოლოგია. აი მთლიანი სურათი რომ მოგცეთ, მთლიანი სურათი რომ გქონდეს ტრიადოლოგიასთან დაკავშირებით, ეკლესიის წიაღში მრავლად იყო სხვადასხვა არასწორი სწავლებები, რა თქმა უნდა, ეკლესიის გარეთ მრავალი სწავლებები არსებობდა, რომელსაც მწვალებლები ავრცელებდნენ, ხო და ჩვენ ვიცით, მწვალებლები იყვნენ არასწორი სწავლების გამავრცელებელნი. ან ერეტიკოსები, მათ ერეტიკოსებსაც ეძახდნენ და მათ სწავლებას კიდე ჰქვია ერესი, ანუ მწვალებლობა. და აი ტრიადოლოგიასთან დაკავშირებით ზოგადად ორი უმწვავესი არასწორი სწავლება წარმოიშვა ეკლესიის წიაღში. ეს იყო პირველი მე-4 საუკუნეში და უნდა დადგენილიყო და ჩამოყალიბებულიყო როგორი კავშირი არსებობდა მამასა და ძეს შორის, როგორი კავშირი იყო, ძალისმიერი კავშირი ჰქონდათ, ზრახვისმიერი, ანუ გონებისმიერი, რაღაცა შეთანხმებულები არიან მამა და ძე, თუ ბუნებისეული კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან. და რას ნიშნავს მე ეს ბუნებისეული კავშირი? აი ეს ყველაფერი ეს უნდა დადგენილიყო. და აი ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ ერთი მხრივ არასწორი სწავლება და მეორე მხრივ მართლმადიდებლური სწავლება. და გვყავს პიროვნებები, რომლებიც წარმოაჩენენ ამ არასწორ სწავლებას და ერთი მხრივ და მეორე მხრივ მართლმადიდებლურ სწავლებას. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვთქვით უკვე, რომ არიოზი იყო, ვინც ამბობდა, რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე არასწორი სწავლება, ვინც გამოთქვა, იყო ერთ-ერთი არქიმანდრიტი სახელად არიოზი. და აი ამ არიოზიდან მოდის ეს არიანელობაც, ანუ არასწორი სწავლება, მწვალებლობა. მას დაუპირისპირდა წმინდა ათანასე დიდი და შემდგომ უკვე ათანასის შემდგომ ეს მემკვიდრეობა ათანასის აი ეს ასპარეზი გადაიბარეს კაბადოკიელმა მამებმა. და მეორე მწვავე ერესი იყო მე-14 საუკუნეში, აი დაახლოებით 10 საუკუნე გავიდა. მე-14 საუკუნეშიც მწვავე დაპირისპირება წარმოიშვა მწვალებლობასა და თქვათ მართლმადიდებლობას შორის. და აი მე-14 საუკუნეში უნდა დადგენილიყო უკვე როგორ ეზიარება ადამიანი უქმნელ ღმერთს და უქმნელი ღმერთი როგორ ეზიარება ადამიანს, ხო? რით ეზიარება, თავისი არსებით ეზიარება თუ მადლით ეზიარება. და როცა მადლით ხდება ზიარება, ადამიანი ბუნებით ღმერთი ხდება თუ მადლით ღმერთი ხდება და როგორ? აი ეს საკითხები უნდა დადგენილიყო. ამ კრიზისის, ღვთისმეტყველო კრიზისი ქვია, ხო, მწვავე ერეს. ამ კრიზისის მთავარი წარმომადგენელი პირველი ოღონდ, ამას 3 მთავარი წარმომადგენელი ყავდა, მაგრამ პირველი იყო სახელად ვარლაამი, ერთი ასეთი ბერი იყო, რომელმაც ეს არასწორი სწავლება იქადაგა. შემდგომ იყვნენ სხვებიც. და აი მათ დაუპირისპირდა წმინდა გრიგოლ პალამა. ალბათ ეს სახელი გაგიგიათ, წმინდა გრიგოლ პალამა ყველას გაგიგიათ. აი სწორედ ეს პიროვნება დაუპირისპირდა მე-14 საუკუნეში აი ამ ვარლაამს, მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ შემოვიფარგლებით მე-4 საუკუნით. მე-4 საუკუნით და
თუ ჩვენ ამ მე-4 საუკუნეს ძალიან კარგად გამოვიძიებთ, პასუხი გვექნება მე-14 საუკუნის აი ამ კრიზისზეც. იმიტომ რომ თვითონ გრიგოლ პალამა ცდილობდა აი ეს მე-4 საუკუნის მამებზე დაფუძნებით, ცდილობდა პასუხი გაეცა აი ამ ვარლამისთვის. ვარლამისთვის და ასეც მოხდა და ეკლესიამ აღიარა გრიგოლ პალამას სწავლება მართლმადიდებლურ სწავლებას. სწავლებად მე-4 საუკუნის მამების თხზულებებზე დაყრდნობით. ესე იგი ჩვენ გადავიდეთ ახლა მე-4 საუკუნის საღვთისმეტყველო კრიზისზე. ნახეთ წმინდა წერილში რა წერია. წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები: "ძე ჩემი ხარ შენ, დღეს მიშობი ხარ შენო. მუჩლისგან მთიების უწინარეს გშევ შენ" და კიდე წერია "მხოლოდ ჩობილი ძე". და აქედან მოდის ასეთი სწავლება, რომ მამისგან იშვების ძე. და ეს არის წმინდა წერილისეული სწავლება, რომ მამისგან იშვების ძე. მამისგან არ იქმნება ძე, არამედ იშვების ძე მამისგან. მაგრამ ნახეთ, რადგან ეს შობა მამისგან ძის არის მარადიული და უჟამო, ესე იგი დრო არ არის. დროის მიღმა ვართ გასულები, ხო? და ჩვენც როგორც რა მადლით მარადიულნი, მადლით ძენი ღვთისანი უმზერთ მარადიულ წმინდა სამებას. და აი იქ სწორედ მარადიულობაში არის ასეთი სწავლება, რომ მამისგან იშვების ძე, მაგრამ როგორ უჟამოდ და მარადიულად. იცით რა მინდა ვთქვა, რომ აი მამები ძალიან ხშირად იყენებენ სიტყვათა ბალანსირების მეთოდს. და აი მამისგან ძის შობაში რომ დროის ნებისმიერი ნიუანსი გამოერიცხათ, ამიტომ ამატებენ სხვა სიტყვებსაც, რომ აბსოლუტურად დრო გამორიცხონ ამა თუ იმ სიტყვიდან. და აი ეს იშვების, მიუხედავად იმისა, რომ იშვების არის აწმყო დროა და აწმყო დროით გამოიხატება ზოგადად მარადიულობა, ეს წმინდა წერილიდანაც მოდის, თავად წმინდა წერილიდან მოდის ეს, როდესაც მოსეს ეძრახება უფალი, როდესაც მოსეს ესაუბრება უფალი მაყლოვანს, რომელსაც ცეცხლი უკიდია და მოსე ეუბნება, რომ შენი სახელი მითხარიო, იქ უფალი პასუხობს, მე ვარ რომელიც ვაარო. ანუ თავის თავსაც თავის არსებობას, მარადიულ ყოფას აწმყო დროით გამოხატავს უფალიც. მაგრამ აი ეს აწმყო დრო მაინც კიდევ უნდა დაიცალოს დროის ნიუანსისგან, აუცილებლად. და ეს რომ გამოეწრიდა დროის ნიუანსი აი ამ იშვებისგან, მამები ყოველთვის უმატებდნენ უჟამოდ და მარადიულად. ესე იგი, ძე მამისგან იშვების უჟამოდ და მარადიულად. იშვების ნიშნავს, რომ არც დასაწყისი აქვს თქვათ ამ პროცესს და არც დასასრული. აი იშვების. აი ესე უნდა გავიგოთ, როგორც არის მოცემული. ძნელია, რთულია, გონებაში რაღაცა ვერ ეტევა, მაგრამ მაინც დავჩეთ მამათა აი ამ კალაპოტში და მივიღოთ ისე გამოთქმები, როგორც თვითონვე ამბობენ. ძე მამისგან იშვების უჟამოდ და მარადიულად. არიოზის სწავლება რა იყო ახლა? არიოზი იყო არქიმანდრიტ, რომელიც ალექსანდრიაში მოღვაწეობდა. და მისი სწავლების აი მთავარი ნიუანსი იყო ის, რომ არიოს აი ეს მამისგან ძის შობა ესმოდა ქმნად. სიტყვა იშვების ესმოდა არიოს როგორც იქმნების. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არიოზი არისტოტელეს ფილოსოფიას მიუყვებოდა და არისტოტელეს ფილოსოფიის მიხედვით მხოლოდ ერთი არის, რომელიც არის უქმნელი და უშობელი, მხოლოდ ერთი. და არიოზი ამ ერთს არქმევდა მამა ღმერთს და ამ მამის შემდგომ უკვე ვინცა აბსოლუტურად ყველა ქმნილებაო. მისდევდა უყვარდა არისტოტელე, მისი სწავლება და მისდევდა არისტოტელეს. და შემოიტანა მე არისტოტელეს სწავლება ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ისე შემოიტანა, რომ არ გააქრისტიანა. აი სწორედ ესაა მწვალებებისა და წმინდა მამებს შორის განსხვავება, რომ მამებს ისე შემოაქვთ ეს სწავლებები, რომ ქრისტიანულად ზრდებენ. რომ არიოზმა პირდაპირ დაარქვა ის ერთი უქმნელი და უშობელი და დანარჩენი არის ყველა ქმნილება და ასე ვთქვათ დაბადებული. არიოზის სწავლება, აი ამის თანახმად, არიოზის სწავლების თანახმად, ძე არის სტატუსით, რანგით ღმერთი, აი მინიჭებული აქვს მას ღმერთობა. ძალით, მადლით ღმერთი არის ძე. და ეს არის კიდევ არიოზის სწავლების აქილევსის ქუსლი, ყველაზე დიდი სისუსტე, რომ მან ძე შერაცხა ქმნილებად. არიოზის სწავლებაში აი პრობლემას რო გავცეთ პასუხი. მე-4 საუკუნეში დამდგარ პრობლემას, რა კავშირია მამასა და ძეს შორის.
არიოზის სწავლებაში არანაირი ბუნებითი კავშირი არ არის მამასა და ძეს შორის. მამა არის უქმნელი, უშობელი, ძე არის ქმნილება. და თუ ძე არის ქმნილება, იქ აღარაფერზე აღარ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე. აი ეს არის მთავარი არიოზის სწავლებაში, რომ დავიმახსოვროთ, რომ ძე არის ქმნილება. ესაა ცენტრი მისი სწავლებისა. 318 წელი, ნახეთ, არიოზს პირველად დაუპირისპირდა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე. ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე ერქვა. და ეს ალექსანდრე მართლმადიდებლურ დოგმატების დამცველად არის აღიარებული. და მას დაუპირისპირდა. მაგრამ აი ქვემოთ მაქვს მოტანილი ერთი მუხლი წმინდა წერილისა. და ეს მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი აი ამ მუხლიდან დაიწყო. ალექსანდრეს ჰქონდა ასეთი ტრადიცია, რომ კვირაში ერთხელ შემოიკრებდა თავის ეპარქიაში მყოფ მღვდლებსა და მღვდლებს და მათ განუმარტავდა წმინდა წერილს. და როდესაც ალექსანდრე მივიდა აი ამ მუხლამდე, უფალმა, აი კირიოს ექთისემე, ექტიზო ნიშნავს ქმნას და ახალ ქართულად შემიძინა წერია, კიდე ძველ ქართულად დამამტკიცაა, მაგრამ არის კიდევ ნიშნავს ქმნას, ეს ექტიზო, შექმნას ნიშნავს და აი ეს ფრაზა არის იგავებიდან აღებული, როდესაც და ძე ამბობს, ასე ვთქვათ, ძე ამბობს, რომ უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით. ეს ფრაზა ნიშნავს იმას, რომ ძე ამბობს, რომ სანამო მამაო, ანუ ღმერთიო შექმნიდა ყოველივესო, მანამდე შემქმნა მეო. აი ეს ფრაზა რო ამოიკითხა, იქვე არიოზი იჯდა და არიოზმა ესეთი განმარტება დაურთო, რომ ეს მუხლი მოიაზრებს, გულისხმობს იმას, რომ ძე ღმერთი არის ქმნილებაო. ნუ ალექსანდრემ რა თქმა უნდა მას განუმარტა, რომ ეს ამას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძე ღმერთი, რომელიც არის განკაცებული იესო ქრისტე, იგივე ძე ღმერთი და ძე ღმერთი იესო ქრისტე, ძე ღმერთს აქვს ორი ბუნება, ხო, იესო ქრისტეს, ერთი ღვთაებრივი და მეორე კაცობრივი და ეს კაცობრივი ბუნება არის ქმნილი, ხო და ალექსანდრე ეუბნება, რომ როდესაც უფალი ამბობსო, ძე რო ამბობსო, რომ აი შემქმნა მეო, აქ თავის კაცობრივი ბუნების ქმნილებაზე საუბრობსო და არა ღვთაებრივი ბუნების ქმნილებაზე, იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნება უქმნელიაო და უქმნელი და მარადიულიაო. მაგრამ არიოზმა ალექსანდრეს ეს განმარტება ამ მუხლისა არ შეისმინა, მაინც თავის სწავლებას გაუძღვა. და იმდენად, აი 318 წელი, ნახეთ ალექსანდრია 318 წელი. იმდენად, ასე ვთქვათ, შეაზანზარა ეკლესია არიოზმა, რომ 318 წელს დაიწყო ქადაგება და წარმოიდგინეთ, რომ პირველი მსოფლიო კრება 325 წელს გაიმართა ნიკეაში. 325 წელს. 7 წელში ამ ადამიანმა იმდენი გააკეთა, რომ მთელი მსოფლიოს ქრისტიანების ერთ ადგილზე შეკრება გახდა აუცილებელი, რომ ამ ადამიანისთვის ეთქვათ, რომ არიოზი არ იყოს სწორი. რომ შენ არ ლაპარაკობ სწორს, არ არის მართლმადიდებლური შენი სწავლება. არიოზმა ამ პიროვნება ეპოქა შექმნა ეკლესიაში უბრალოდ უარყოფითი კუთხით. ამიტომ ამის გარეშე ეკლესიის ისტორია და დოგმატიკა არ არსებობს. აი აქედან იწყება ყველაფერი. წმინდა სამების შესახებ ბჭობა და საუბარი ეკლესიის წიაღში, რომ ეკლესიასაც უკვე გამოეთქვა თავისი სწორი სწავლება წმინდა სამების შესახებ. მას დაუპირისპირდა ჯერ ალექსანდრე, მაგრამ მერე დაუპირისპირდა უკვე ალექსანდრეს მთავარეპისკოპოსს ყავდა დიაკვანი და ეს დიაკვანი იყო ათანასე. შემდგომში უკვე წმინდა ათანასე დიდი და რომელიც უკვე ათანასე ხდება თავად ხდება შემდგომ 328 წელს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი და დაუპირისპირდა არიოს და ნუ ახლა ათანასეს მრავალი ნაშრომები აქვს და ამ ნაშრომთაგან აქვს დაწერილი კიდე 4 სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ და მისი ცენტრალური არგუმენტი რა იყო არიოზის წინააღმდეგ. აი ეს ფრაზა, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, რომ ჩვენ გავხდარიყავით ღმერთებიო, ნუ მადლით ღმერთები და არა ბუნებით ღმერთები თავისთავად ცხადია. ღმერთი გახდა ადამიანი. ძალიან საინტერესო რამეს ხვდებით აქ. და რა არის ეს საინტერესო, რომ ათანასე ალექსანდრიელი აი ძის უქმნელობას და ბუნებით ღმერთობის დადასტურებას ცდილობს და ამოდის ქრისტოლოგიიდან. ანუ ძე ღმერთის განკაცების, განხორციელების სწავლებიდან ამოდის. და აი აქედან ცდილობს დაასაბუთოს ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობა. და ზუსტად იგივეს გააკეთებს, როდესაც უკვე პრობლემის ქვეშ დადგება სულიწმინდის ღმერთობაც.
ზუსტად იგივე ქრისტოლოგიიდან ამოვა და დაასაბუთებს სული წმინდის ღმერთობასაც ათანასე და მერე მას უკვე გრიგოლ ღვთისმეტყველი წმინდა წერილის საფუძველზე დაადასტურებს. მაგრამ იქ ბასილი დიდიც ერთვება და ეს საინტერესო ისტორიული მსვლელობაა. წმინდა ათანასე ამბობს, რომ აი წმინდა ათანასე ძე ღმერთის განკაცების ორ მნიშვნელოვან მთავარ საფუძველს გამოყოფს. საფუძველს და მიზანს და ასე შემდეგ. ეს საფუძველი და მიზანი რა იყო? რომ ძე ღმერთი განკაცდა, რომ სამყაროში მოეტანა სწორი, ჭეშმარიტი ცოდნა ღმერთის შესახებ. და განკაცების მიზანიც ეს იყო და ესეც გააკეთა, რომ განკაცდა ძე ღმერთი, რომ ღმერთის შესახებ მოეტანა სწორი ცოდნა, ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტ ცოდნას როგორ მოიტანდა თუ თავად ღმერთი არ იყო, ხო? როდესაც წმინდა წერილში მაცხოვარი ამბობს, რომ მე ვიცი მამა და მამამ იცის ვინ ვარ მე, როდესაც ამას ამბობს. ეს ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტემ არაუბრალოდ იცის მამა, ნაცნობი კი არა, ბუნებით იცის მამა. არს ფლობს, მამის არს ფლობს, ბუნებას ფლობს თავადაც და მამის ბუნებას ჭრեց. შესაბამისად, რატომ? იმიტომ რომ თვითონ არის ბუნებითი ღმერთიც, ძე ღმერთი, იცის მამის და თვითონაც მამა ყავს თავის თავში და შესაბამისად არის რა ბუნებითი ღმერთი, მხოლოდ მას შეუძლია სწორი ცოდნა მოქცეს ღმერთის შესახებ, მამის შესახებ, თავის შესახებ და სულიწმინდის შესახებ. აი ეს ერთი, ანუ სწორი ცოდნა მოიტანაო ამ ქვეყნად ღმერთის შესახებ. მეორე, რაც ქრისტემ გააკეთა, ძე ღმერთმა, ბუნებითმა ღმერთმა გააკეთა, არის ის, რომ ადამიანი იხსნა ცოდვის წყევლისგან, ცოდვის ტყეობისგან და ცოდვის შედეგად რა მოვიდა ცხოვრებაში? ხწნა შემოვიდა, ხო? და სიკვდილი კიდე, ხწნამ სიკვდილი მოიტანა. აი ამ წყევლისგან, ცოდვის წყევლისგან, რომ ცოდვის წყევლისგან მხოლოდ ბუნებით ღმერთ შეეძლო გამოეხსნა ადამიანი. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ანგელოზის განკაცება საკმარისი იქნებოდა, ხო, რომ ადამიანი გამოხსნილიყო. მაგრამ ადამიანის, ანუ ამ ქმნილების, ამ წყევლისგან გამოხსნა იყო ბუნებითი ღმერთის საქმე, ბუნებითი ღმერთის შემძლეობაში მხოლოდ. ამიტომაც განკაცდა ძე ღმერთი. და ათანასე დიდი ამბობს, რომ თუ ძე ღმერთი, ანუ იესო ქრისტე, არ არის ბუნებითი ღმერთი, მაშინ იესო ქრისტე ვერც სწორ ცოდნას მოანდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებო და ვერც ადამიანს გამოიხსნიდა ცოდვისგანო. მისი სახელის მიმართ ნათლისღებაც არანაირი ცოდვის მომტევებელი არ იქნებოდაო. და ამავე დროს მისი სახელით რო ვახსენოთ წირვის დროს, საღვთო ლიტურგიის ევქარისტიის დროს, ესეც არანაირი ენერგიის და მადლის მომტანი არ იქნებაო, არამედ პირიქით, ეს იქნება კერპთაყვანის მცემლობაო, იმიტომ რომ ქმნილების სახელს ვახსენებ და ვეთაყვანებითო. და აი ეს ყველაფერი რომ თავიდანა ვიცილოთო, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ათანასე ბრძანებდა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ძე ღმერთი იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი. რადგან მხოლოდ ბუნებით ღმერთ შეუძლია, ბუნებით განკაცებულ ღმერთ შეუძლია, განკაცებულ ღმერთ შეუძლია მხოლოდ სწორი ცოდნის მოტანა და ადამიანის ცოდვისგან გამოხსნა. აი ამ სწავლების თანახმად, ათანასეს სწავლების თანახმად, რა კავშირია მამასა და ძეს შორის, თავისთავად ცხადია უკვე, ცხადი ხდება, რომ ძე ბუნებით ერთი არის მამასთან. მამისა და ძის ბუნება არის ერთი. ორი ღმერთი კი არაა, ერთი ღმერთია ოღონდ. ოღონდ ამას ქვემოთ ვიტყვით ჩვენ, როცა აი თვისებებზე დავიწყებთ საუბარს. ესე იგი, ათანასეს სწავლების მიხედვით, მამასა და ძეს შორის რა კავშირი არსებობს? არსებობს ბუნებითი კავშირი. ბუნებით ერთნი არიან. ანუ ბუნება მათთვის, მამისა და ძისთვის არის ერთი. მეც სიტყვას ვერ გამოვიყენებ, არის ერთი. და ათანასე ამ ერთ ბუნებოვნობას, მამასა და ძეს შორის გამოთქვამდა სიტყვით თანაარსი, რომ ძე თანაარსია მამისა. რას ნიშნავს? რომ ძე ერთ არსია მამისა. თანაარსი და ერთარსი იდენტურ რამეს გამოთქვავს. იდენტური შინაარსია, რომ მამასა და ძეს ერთი ბუნება აქვს. ესე იგი, ჩვენ გვაქვს არიოზის სწავლება და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ათანასე დიდის სწავლება. და ეს ორივე სწავლება დადგა მსჯელობის ქვეშ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. არიოზმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა, რომ თავისი არასწორი სწავლება გაევრცელებინა ეკლესიაში და ბევრი ეპისკოპოსი მიიმხრო, ბევრი მორწმუნეც და ეპისკოპოსიც მიიმხრო. და გახდა აუცილებელი, რომ ნიკიაში გამართულიყო პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც კონსტანტინე დიდმა მოიწვია. ჩვენ ისტორიული მას არ ჩაუღრმავდებით, მხოლოდ ღვთისმეტყველება გვჭირდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან.
იცით რა, აი პირველ ჩვენ ვისაუბრეთ რომ დოგმატური ღვთისმეტყველება თავის თავში შემოიკრებს სწავლებებს, მნიშვნელოვან სწავლებებს და ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი, როცა ამ სწავლებებს აღიარებს. ამიტომაცაა და ეს სწავლებები ყველა ლაკონიურად, ანუ ერთი სიტყვით, თან ხაზგასმებით გადმოცემულია წამსში. ამიტომაცაა წამსში, ანუ ამ წამსში, რომელსაც ნათლისღების დროსაც ვკითხულობ და წირვის დროსაც ამოიკითხება, ხო? და გარდა იმისა, რომ პირად ლოცვებში სადაც ეს ჩართულია, იქაც ვკითხულობ. აი ეს სწავლებები ყველას ერთი სიტყვით ხაზგასმებით მოცემულია სწორედ ამ პატარა ტექსტში. ამიტომაცაა ეს ტექსტი ჩადებული ადამიანებს რო იზიარებს დამცირებისას დამარხავი, ანუ სიცოცხლის ბოლომდე. და აი ამას ქვია ნათლობის წამსი. და ეს ნათლობის წამსები, ანუ ნათლობის დროს რო ადამიანს აი ეს თავარი სწავლებები ეღიარებინა, ეს ძალიან უძველესი ტრადიციაა ეკლესიაში. აი პირველ მსოფლიო კრებამდეც მეოთხე აი 325 წლამდე უამრავი ნათლობის სიმბოლოების ეძახდნენ ამას, სანათლავის სიმბოლოები არსებობდა. ესე იგი პატარა ტექსტები, სადაც აი ორიოდე სიტყვით იყო გაწერილი თავარი სწავლებები. რა უნდა ეღიარებინა მოსანათლავ ადამიანს. და აი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაზეც, როდესაც განიხილეს უკვე არიოზის სწავლება, ათანასეს სწავლება, განიხილეს და იგმო არიანული სწავლება, რა თქმა უნდა. და უკვე პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა რომ ჩამოეყალიბებინა დაედგინა ეს ტექსტი. თავისი რწმენა დაედგინა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რა არსებობს, რა კავშირი არსებობს მამასა და ძეს შორის. და მანაც მიუყვა სწორედ ამ ტრადიციას და ჩამოაყალიბა ერთი ტექსტი. იმ წამსი, რასაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ის წამსი ორნაწილიანია. პირველი ნაწილი ამ ტექსტისა შეიქმნა ნიკეის კრებაზე და მისი მეორე ნაწილი შეიქმნა 391 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე. ამიტომ ამ წამს, რასაც დღეს ვკითხულობთ, ქვია ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსი, სარწმუნოების სიმბოლო. რატო ნიკეა კონსტანტინოპოლის? იმიტომ რომ ორივე კრებაზე შეიქმნებოდა ეს ტექსტი. აი ამის პირველ ნაწილში ნიკეაზე რა ტექსტის შეიქმნა, იქიდან ორი მუხლი მაქვს გამოგებული მე, ორი მნიშვნელოვანი მუხლი, რაც ჩვენს თემას ეხება და ჭირდება. პირველი, რომ იესო ქრისტე არის ხაზგასმულია, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, რომელიც იშვების, აი აქ უკეთ ნახეთ დაკონკრეტდა, მამის არსებისგან დაკონკრეტდა. კი, იშვების მამისგან, მაგრამ კონკრეტულად როგორ? მამის არსებისგან, მაგრამ ეს ტერმინი, ეს ფრაზა ცოტა არის გაუმართავი, ჭირდება გამართვა. იმიტომ რომ შეიძლება ვინმე მიფიქროსო, რომ კი იშვების მამის არსებისგან, მაგრამ ძე მიმღებია მხოლოდ მამის არსების რაღაცა ნაწილისა, არა მთლიანი არსებისა, არამედ რაღაცა ნაწილისა, პატარა ნაწილისა, ასე ვთქვათ. ამიტომ იყო ეს გასამართი, ეს ფრაზა. და შემდგომ უკვე ჩამატებული ასეთი მუხლიც, შობილია და არა ქმნილი, თანაარსი მამისა. აი ეს ამ მუხლმა ზედა ფრაზაც გამართა და დააკონკრეტა. რა იგულისხმება მამისგან იშვების? რომ ძე იშვების მამისგან, ძე ფლობს მამის თლიან ბუნებას და არა რაღაც მამის ბუნების რაღაცა ნაწილს, ანუ ღმრთების, საღვთო ბუნების რაღაც ნაწილს. ასევე დაკონკრეტებულია რომ შობილიაო და არა ქმნილიო. სხვა არის შობა და სხვა არის ქმნა. ამას მერე შევეხებით თუ დრო დავჭერ, იმიტომ რომ სხვა არის შობა რა არის? როცა ადამიანი და კირილ ალექსანდრიელსაც მოყავს თავის ნაშრომებში, წმინდა ივანე დამასკელსაც, რომ შობა სხვა არის და ქმნა სხვაო. როდესაც იშვება, როდესაც მშობელი შობს შვილს, მშობელი აძლევს მთელ ადამიანურ, მთელ თავის ბუნებას ნაშობს, ხო, შვილს. მთელ თავის ბუნებას აძლევს. მაგრამ როდესაც ქმნის ვიღაცა რაღაცას, ქმნის სრულიად ახალ ბუნებას. სრულიად სხვას, მისი ბუნებისგან განსხვავებულს. ამიტომაცაა სხვადასხვა, შობა სხვა, ქმნა სხვა. იმიტომ რომ ქმნა ახალ ბუნებას მოიაზრებს, რაღაცა სხვა ბუნებას მოიაზრებს, იმისგან განსხვავებულს, რაც შემქმნელს აქვს, ხოლო შობას რაც შეეხება, როდესაც იშვება ადამიანი მაგალითად, როდესაც ან ვიღაცა ვიღაცისგან რო იშვება, ის მთელი იმ მშობლის ბუნების მიმღებიაო. ამას ამბობენ წმინდა მამები, მთელი და არა რაღაცა ნაწილის.
და ის ჩამატებულია კიდე სიტყვა თანაარსი მამისა. თანაარსი სიტყვა თანაარსი ნიშნავს ერთარსი ანუ იგივე მამი, იგივე ბუნებისა, რაც არის მამა თავისი ღმერთებით და თავისი ბუნებით. კრების მამებმა აი ეს სიტყვა თანაარსი ძალიან ნატანჯია, წინაზეც თქვი. ამ სიტყვა თანაარსი იყენებდნენ მწვალებლებიც, არასწორი სწავლების გამავრცელებელებიც იყენებდნენ, მაგრამ თვითონ სიტყვა კი არ იყო ცუდი და ბოროტი. არა, იმის შინაარსი იყო ცუდი, ანუ ცუდ შინაარს, არასწორ მნიშვნელობას დებდნენ ამ სიტყვაში. მაგრამ აი პირველი მსოფლიო კრება, რომელმაც გამოიყენა აი ეს სიტყვა და მასში უკვე კეთილშობილი, ანუ ღვთივსათნო შინაარსი ჩადო და მიიღო კრება მეს. და ამბობენ, რომ აი ეს ტექსტი, როდესაც პირველ მსოფლიო კრებამ ეს ტექსტი წარუდგინა კონსტანტინემ თქვა, რომ უფრო კარგი მე ვიციო, საიდან იცოდა, მე ვიციო, რომ წმინდა სამება არის ერთი არსება და სამი ჰიპოსტასიო, სამი პერსონაო, სამი ჰიპოსტასი არისო. მე ვიციო, რომ წმინდა სამება არის ერთი არსება და სამი ჰიპოსტასიო. ამ ტერმინებს ქვემოთ განმარტავთ. სამი ჰიპოსტასიო და კონსტანტინე მეს იცოდა ერთ-ერთი ლათინელი ავტორიდან, ესეთი ვარაუდია. ერქვა ტერტულიანი ამ ლათინელ ავტორს და მას ჰქონდა ერთ-ერთი თხზულება პრაქსიას წინააღმდეგ. პრაქსია ერთი ადამიანი იყო რაღა და ეს ტერტულიანი ებრძოდა აი ამ პრაქსიას და იქ ტერტულიანი ერთგან ამბობს, ლათინელი ავტორია, ლათინურად წერს. ამბობს, რომ ჩვენ ვიცითო, რომ წმინდა სამება არის ერთი არსება და სამი ჰიპოსტასიო. და აქედან იცოდა დიდი ალბათობით კონსტანტინემ, რომ მამასა და ძეს ერთი არსება ჰქონდა და ძე თანაარსია მამისა. და რომ ამბობენ წყაროები, რომ კონსტანტინეს, ასე ვთქვათ, აი ეს სიტყვა ჩაამატეს ტექსტში. აი ამ წამსის ტექსტში ეს სიტყვა თანაარსი ჩაემატა. და აი ამ სიტყვამ აბსოლუტურად გამართა ტექსტის ზედა მუხლით, ზედა ნაწილიც. უფრო გაიმართა, დაზუსტდა და ნებისმიერი გაუკუღმართებისგან, არასწორი გაგებისგან იცავს ტექსტს. კრების მამები სიტყვა თანაარსში ორ მნიშვნელობას დებენ. ორი მნიშვნელობაა თანაარსში, სიტყვა თანაარსში, კრების მამების თანახმად. პირველი, ეს არის საღვთო ბუნების დაუნაწილებლობა, რომ მამისგან იშვება ძე, მაგრამ ძე რაღაცა ნაწილს კი არ იღებს მამის არსებისა, არამედ მთლიან ბუნებას. თლიან საღვთო ბუნებას იღებს მამისგან ძე. ანუ არსება და ბუნება ერთი და იგივეა წმინდა სამების კონტექსტში და ბერძნულად არსება არის უსია, ასე გამოთქვამენ, არსება არის უსია. და აი, როდესაც ვამბობთ, რომ ძე თანაარსია მამისა, ესე იგი ძე იშვების მამისგან და იღებს მთლიან საღვთო ბუნებას. ამიტომაცაა სრული ღმერთი, იმიტომ რომ სრული საღვთო ბუნების მიმღებია მამისგან. და ამავე დროს სიტყვა თანაარსში იგულისხმება სხვა რამეც. იგულისხმება ჰიპოსტასური, ანუ პიროვნული გამიჯნულობა, რომ მამა, ძე და სულიწმინდა პიროვნულად, ანუ მას სხვაგვარად ჰიპოსტასურად ემიჯნებიან ერთმანეთს. ნახეთ, მე სიტყვა გამიჯვნას ვიყენებ და არა განყოფას, ან განცალკევებას. მამა და ძე კი არ განეცალკევებიან ერთმანეთს, არა, არამედ ემიჯნებიან. სიტყვა გამიჯვნა ნიშნავს რას? იცით, რომ მე როცა ვამბობ, რომ მამა და ძე ემიჯნება ერთმანეთს, მე მხოლოდ პიროვნულ გამიჯნულობას გულისხმობ, პიროვნულ მახასიათებლების გამიჯნულობას გულისხმობ და არა ბუნების გამიჯნულობას. ბუნება ერთი აქვთ, ვერ გაემიჯნებიან ერთმანეთს ბუნებით. მხოლოდ პიროვნულად და აი ეს პიროვნული გამიჯნულობა საიდან მოდის? იქიდან მოდის, რომ მამაც პიროვნულად ფლობს რაღაც თვისებას, პიროვნულ თვისებას, პიროვნულ უნიკალურობას, ძეც ფლობს რაღაც პიროვნულ თვისებას, პიროვნულ უნიკალურობას და სულიწმინდაც, როგორც ჰიპოსტასი, ფლობს რაღაც პიროვნულ თვისებას, პიროვნულ უნიკალურობას. და აი ამ პიროვნული თვისებებით მამა, ძე და სულიწმინდა ერთმანეთს ემიჯნებიან, ერთმანეთს განესხვავებიან პიროვნულად, არა ბუნებით, მხოლოდ პიროვნულად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად გაემიჯნებიან ერთმანეთს, ისინი არსებით, ანუ ბუნებით უერთდებიან ერთმანეთს. მაგრამ ისე უერთდებიან ერთმანეთს, რომ ეს პიროვნებები, ეს პირები, პიროვნება არასწორი ტერმინია, პირები, ანუ ჰიპოსტასები ერთმანეთს არ შეუერთდებიან, არ შეირწმებიან ერთმანეთში. ანუ წმინდა სამებაში არის შეურევნელი ერთდებიან ერთმანეთს,
ხოლო ჰიპოსტასურად, ანუ პიროვნულად განესხვავებიან, ემიჯნებიან ერთმანეთს. სხვაგვარად ჩვენ სამპიროვანი ღმერთი არ გვეყოლებოდა. გვექნებოდა რაღაც სხვა, ან ორპიროვანი ღმერთი, ან თუ სხვა სწავლებებსაც მივიღებთ თვალსაჩინო და ასე შემდეგ. აი ასე ფუძნდება წმინდა სამება, რომ ყავს სამება და არა 4-ება, 6-ება, ან ასე შემდეგ. სამება რომ აქვს ერთი ბუნება, არის სამი ჰიპოსტასი, არის ერთი ბუნება და ეს ერთი ბუნება სულიწმინდაშიც ეს სამი ჰიპოსტასი ბუნებით უერთდებიან ერთმანეთს, მაგრამ ჰიპოსტასურად ანუ პიროვნულად ერთმანეთს ემიჯნებიან და როგორ ემიჯნებიან? პიროვნული თვისებების მიხედვით. პიროვნული თვისება აქვს, ძეს სხვა, სულიწმინდა სხვა პიროვნული თვისება აქვს. მაგრამ არა სამი ღმერთი. პიროვნულადაა ღმერთი სამი, ხოლო ბუნებით ერთია ღმერთი. ამას კიდე ბევრჯერ ვიტყვი ქვემოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან ძნელად აღსაქმელია. იცით რა არის? აი ნახეთ აქ ფუძე სიტყვა მარცხნივ, მე ვთქვი რომ არის არსება ბუნება, ანუ უსია. და აი მარჯვნივ გამიჯნულო ფუძე სიტყვა მნიშვნელოვანი სიტყვა არის ჰიპოსტასი. ბერძნულადაც ესე ჟღერს, იპოსტასია. ქართულადაც ესე უთარგმნელად გადმოდის. მამები თარგმნიან ამას და ძველ ქართულად გვამოვნება ქვია მას. მაგრამ მოდით გამოვიყენოთ როგორც არის ბერძნულში, ჰიპოსტასი, ასე ვთქვათ. იცით რა არსებობდა მე-4 საუკუნე ამ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე? არსებობდა ასეთი რამ და მერეც გაგრძელდა, რომ ჯერ დაუკონკრეტებელი იყო, რას ნიშნავდა არსება წმინდა სამებასთან მიმართებით. რას ნიშნავდა არსება, ანუ უსია და რას ნიშნავდა ჰიპოსტასი. რას ნიშნავს ეს დაუკონკრეტებელი იყო? როგორ უნდა ვთქვათ ჩვენ, როგორ არის სწორი? ერთი არსება და სამი ჰიპოსტასი, თუ სამი არსება და ერთი ჰიპოსტასი. როგორ არის სწორი? იმიტომ რომ აი ათანასე დიდი მაგალითად ათანასე დიდი ტერმინ არსებას და ტერმინ ჰიპოსტასს სინონიმებად მიიჩნევდა. სინონიმურად მიიჩნევდა ამ ორ ტერმინს. და ზოგჯერ ამბობდა ჰიპოსტასს და ზოგჯერ ამბობდა არსებას. და აი ეს უნდა დაზუსტებულიყო, შინაარსობრივად უნდა განცალკევებულიყო ეს ორი ტერმინი. რას ნიშნავს არსება და რას ნიშნავს ჰიპოსტასი. იმიტომ რომ შემდგომ აი ამ გაუმიჯნაობას კიდე სხვა გაუგებრობები მოჰქონდა. კიდე სხვა გაუგებრობები. და აი თუ ვინმე შეგვეკითხება რა იყო კაბადოკიელ მამათა ყველაზე დიდი ღვაწლი წმინდა სამების დოგმათან მიმართებით, სწორედ ეს იყო, რომ კაბადოკიელმა მამებმა ყველაზე დიდი ღვაწლი რაც არის მათზე არის ის რომ რაც მათ აღასრულეს არის ის რომ მათ აი ეს ორი სიტყვა, ეს ორი ტერმინი წმინდა სამებასთან მიმართებით გამიჯნეს ერთმანეთისგან, განასხვავეს ერთმანეთისგან. ანუ რას ნიშნავს? ახსნეს, რას ნიშნავს არსება და რას ნიშნავს ჰიპოსტასი წმინდა სამებაში. აი ეს არის კაბადოკიელ მამათა ყველაზე დიდი ღვაწლი, რაც მათ მიუძღვით წმინდა სამების დოგმათან მიმართებით. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ აი რას ამბობენ კაბადოკიელი მამები, რომ რას ნიშნავს სიტყვა არსება, რას ნიშნავს სიტყვა ჰიპოსტასი. სიტყვა არსება, ანუ იგივე ბუნება არის ფისი, მაგრამ არსება არის უსია, ორი სხვადასხვა სიტყვა გვაქვს ჩვენ ბერძნულში, მაგრამ იქაც იდენტურია ეს. წმინდა სამებაში ერთი არსება და ბუნება, ერთი და იგივე რამეს გულისხმობთ, არ გულისხმობთ რაღაცა სხვას. იდენტური ტერმინებია. სიტყვა არსება გულისხმობს იმას, რაც საერთოა, რაც აზიაროა და ზოგადია ყველასთვის. აი სიტყვა არსებით, სიტყვა ბუნებით გამოიხატება ის, რაც ყველასთვის არის საზიარო, ზოგადი, ანუ ერთი. აი მაგალითად ჩვენც ხო ვართ რა, ვინ ვართ? ადამიანები ვართ ჩვენც. და ვართ რა ვართ ადამიანები? იმიტომ რომ ვართ მატარებელნი ადამიანური ბუნებისა. ადამიანურ ბუნებას, ამ ადამიანურ არსებას, ადამიანურ ბუნებას აქვს თავისი მახასიათებლები, თავისი თვისებები აქვს. მაგალითად რა არის ეს თვისება? ყველანი ვიღლებით, ყველანი მაგალითად საკვებს ვიღებთ, ვიზრდებით, პირილი შეგვიძლია, ასევე განვიცდით აი ამ საკვების მიღების ზრდადობას განვიცდით, ხო, ვიზრდებით და მერე უკვე ამ ბუნებრივი დასასრული არის გარდაცვალება. არის აი ეს თვისებები, რაც ესე იგი ამ ადამიანურ ბუნებას ერთი აქვს, ახასიათებს
და რადგან ყველანი ამ ადამიანური ბუნების მატარებელნი ვართ, ეს თვისებები და მახასიათებლები ყველას გვაქვს. აი ეს კარგად დავიმახსოვროთ, რომ გვართ ადამიანური ბუნების მატარებელნი და ბუნებით ყველანი ვართ ერთნი და რაც ამ ბუნებას ადამიანურ ახასიათებს ყველას გვაქვს. იმიტომ რომ არავინ არა ადამიანი და არ შეოდეს, არავინ არის ადამიანი და არ მოსწყურდეს, არ არსებობს ადამიანი არ დაიღალოს, ან არ არსებობს ადამიანი არ დაიძინოს. არის რაღაცა თვისებები, რაც ყველას გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანური ბუნების მატარებელნი ვართ ყველანი. და ამ ადამიანურ ბუნებას რა თვისებებიც აქვს, ყველასთვის ერთია. ყველაშია ეს და ყველა ავამოქმედებთ. მაგრამ ამის საპირისპირო თუ არსება და ბუნება ზოგად თუა ყველასთვის, ამის საპირისპირო არის სიტყვა ჰიპოსტაზი. ჰიპოსტაზი გულისხმობს კონკრეტულს, პირს. პირი სწორედ ამას ნიშნავს, კონკრეტულს ნიშნავს, რომელიც ნამდვილად არსებობს და ფლობს. ნახეთ, ჰიპოსტაზი, რომელიც ნამდვილად არსებობს, პირი, რომელიც ნამდვილად არსებობს და ფლობს რაღაც უნიკალურსაც, ანუ თავის პიროვნულ თვისებას, პიროვნულს, საკუთრივობას, რაღაცა პიროვნულ თვისებას ფლობს და ამავე დროს ფლობს იმასაც, რაც ზოგადია. აი მაგალითად ჩვენ, მე, იოსები, თაზო, ნინო, ეს ხო? ეს ჰიპოსტაზებია, იოსები, სიტყვა იოსები ჰიპოსტაზს გამოხატავს, ანუ კონკრეტულს გამოხატავს, თაზო კონკრეტულს გამოხატავს, ნინო კონკრეტულს გამოხატავს. იოსები, თაზო და ნინო კონკრეტული ჰიპოსტაზებია, მაგრამ რა არის, რაც ჩვენ გვაერთიანებს? გვაერთიანებს რა? ადამიანური ბუნება. სამივენი ვართ ადამიანები და რაც ამ ადამიანურ ბუნებას ახასიათებს, სამივეში არის თანაბრად, საერთო და ზოგადი. მაგრამ ამავე დროს ვარ რა მე იოსები, თაზო არის რა, თაზო და ნინო არის რა, ნინო, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ფლობენ რაღაცა განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებასაც, რაღაცა განსაკუთრებულ პიროვნულ იდენტობასაც ფლობთ ყველანი. რითაც გამოვირჩევით, რითაც მე გამოვერჩევი თაზოსგან, თაზო გამოირჩევა ნინოსგან და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს მინდა რომ დავიმახსოვროთ, რომ სიტყვა ჰიპოსტაზი ნიშნავს ნამდვილად არსებულს, რომელიც ფლობს რაღაცა საკუთარსაც, პიროვნულ თვისებასაც, პიროვნულ უნიკალურობასაც და ამავე დროს ფლობს იმასაც, რაც ზოგადია, ანუ ზოგად ბუნებას. ჩვენ ადამიანების შემთხვევაში ადამიანური ბუნებაა, მაგრამ მე ჩვენ ეს სწავლება, ეს მითითებები წმინდა სამებაზე უნდა გადავიტანოთ და იქ კიდევ ახსნა იქნება საჭირო. და აი აქ წმინდა ბასილი დიდიც მოყავს სწორედ აი ეს გიორგი და პეტრე და ეს სახელები სწორედ აი ამ კონკრეტულობის გამომხატველია. იმიტომ რომ ზოგადად ესე აღებული ბუნება არსება არ არსებობს. ესე და ამბობენ ამას არისტოტელე ამბობს რომ ჰიპოსტაზი არსების გარეშე არ არსებობს და ბუნება ჰიპოსტაზის გარეშე არ არსებობს. ნახეთ, არსება ბუნება, რომელიც ზოგადია და გამოუსახავი, სად ვლინდება? კონკრეტულობებში ვლინდება, იოსებში ვლინდება, თაზოში ვლინდება, ნინოში ვლინდება, ხო? ესე იგი, პიროვნება, აი ჰიპოსტაზია ის, ვინც ამოქმედებს ამ ადამიანურ ბუნებას და ამ ადამიანური ბუნებიდან გამოისვრის თვისებებს, ანუ ამოქმედებს იმ თვისებებს, რაც ამ ბუნებას ახასიათებს. ჰიპოსტაზია ამოქმედებს იმ ბუნების თვისებებს. ჰიპოსტაზია წამყვანი, ხო? მაგრამ ნუ ვიტყვით ესე წამყვანი, არამედ ერთად არიან და მოქმედებენ ერთად. ასე თუ ისე, ნახეთ, რადგან ჩემი სიტყვები არ დროს მოიაზრებენ და ასე ვთქვათ, გარეშემოწერილია ეს ჩემი სიტყვები, იმიტომ რომ ეს თვითონაც გარეშემოწერილი ვარ, ყოველთვის ჩემს სიტყვებს წინ გაუსწრებს ის რეალობა, რაზეც ვისაუბრებ. რადგან სამება, წმინდა სამება მარადიულია და ყოველთვის რასაც აი ამ დროში დასაზღვრული სიტყვით ვიტყვი, ის რეალობა ყოველთვის წინ იქნება, სანამ ვიტყვი, უფრო წინ გწავა. და ამიტომ მე მინდა, როდესაც ვამბობ, კი, ვიყენებ დროში მოაზრებულ სიტყვებს, მაგრამ ყოველთვის უჟამოდ და მარადიულად. წარმოვიდგინოთ, რომ ვართ მარადიულ მდგომარეობაში, არ არის დრო აქ ჩვენთან, ანუ დროის მიღმა ვართ, სადაც დრო არ არის. არ შეიძლება წმინდა სამებაში დრო შევიდეს, იმიტომ რომ თუ დრო შემოგვეპარა, ცვალებადობა შემოვა. იმიტომ არიოზი სწორედ ამას აკეთებდა. წმინდა სამებაში შექონდა დრო, ანუ ცვალებადობა, რომ ძე იყო, რომ ძე ჯერ არ იყო და შემდგომ იყო, შემდგომ გახდა ძეო. მაგრამ ამით მას არ ესმოდა, სინამდვილეში ძალიან კარგად ესმოდა, რასაც ამბობდა, ამით აკნინებდა არა მხოლოდ ძეს, არამედ მამასაც აკნინებდა. ამით მამასაც აკნინებდა.
აი ეს მინდა ვიცოდეთ, ესე იგი არსება არის ზოგადი და ჰიპოსტაზი არის კონკრეტული. ჰიპოსტაზი არის ის არსი ნამდვილად მყოფი, რომელიც ფლობს რაღაცა უნიკალურს, პიროვნულს და ამავე დროს ზოგადსაც. ესე იგი ბუნებასაც, ადამიანურ ბუნებასაც. აი ეს დააკონკრეტეს კაბადოკიელმა მამებმა და მათ შემდგომ უკვე ეკლესიამ ესეთი ფორმა მოგცა, აი ფორმულირება. ნახეთ, სიტყვა არსება და ბუნება აღნიშნავს იმას, რაც წმინდა სამებაში არის ერთი. საზიარო და ზოგადი და რა არის წმინდა სამებაში ერთი? ეს არის საღვთო ბუნება. ერთი საღვთო ბუნება არსებობს და ეს ერთი საღვთო ბუნება არსებობს არის მამაში, ძეში და სული წმინდაში. აი ამ საღვთო ბუნებას ქვია ღმრთეება. როცა ვამბობ ღმრთეებას, გულისხმობ საღვთო ბუნებას. და ეს საღვთო ბუნება, ანუ იგივე საღვთო არსი არის ერთიო, ამბობენ წმინდა მამები. რაც შეეხება ჰიპოსტაზს, ანუ კონკრეტულობა წმინდა სამებაში, კონკრეტულობა იდიომ ქვია ბერძნულად, კონკრეტულობა, ანუ ჰიპოსტაზი წმინდა სამებაში, ანუ კონკრეტულობა ნამდვილად არსებული ჰიპოსტაზი, რომელიც ფლობს რაღაცა უნიკალურ პიროვნულ თვისებასაც და ამავე დროს ზოგადობასაც, ასეთი არის სამი. ეს არის მამა, ეს არის ძე და ეს არის სულიწმინდა. ესე იგი, მამა ჰიპოსტაზია და რადგან მამა ჰიპოსტაზია, ის ფლობს პიროვნულ უნიკალურობასაც, ანუ პიროვნულ ჰიპოსტაზურ თვისებას, რის გამოც ის მამაა. ამ პიროვნული თვისების გარეშე მამა ვერ იქნებოდა მამა. ძეც ჰიპოსტაზი, ესე იგი, ძეც ფლობს რაღაცა პიროვნულ თვისებას, რის გარეშეც ის ძე ვერ იქნებოდა. და სულიწმინდაც ჰიპოსტაზია, რომელიც ფლობს რაღაცა პიროვნულ უნიკალურ თვისებას, რის გარეშეც ის ვერ იქნებოდა სულიწმინდა, მაგრამ ამავე დროს ისინი ფლობენ იმასაც, რაც მათთვის საერთოა და ზოგადი. და რა არის ეს საერთო და ზოგადი? ეს საერთო და ზოგადი არის საღვთო ბუნება. და აი ასეთი ფორმულირება მოგცეს კაბადოკიელმა მამებმა, რომ წმინდა სამება არის ერთი არსება, ერთი ბუნება, ერთი საღვთო ბუნება, ერთი არსება და სამი ჰიპოსტაზი. ანუ დააკონკრეტეს კაბადოკიელმა მამებმა, რას ნიშნავს არსება და რას ნიშნავს ჰიპოსტაზი. აი ამის შემდგომ უკვე ამ ტერმინების, ანუ კაბადოკიელი მამები, როდესაც ამ ტერმინებს ერთმანეთისგან მიჯნავენ და შემდგომ უკვე ამას ეკლესია იღებს ამ გამიჯნულობას, ამ განსხვავებულობას, მე აღარავის აღარა აქვს უფლება ეს ორი სიტყვა არსება და სიტყვა ჰიპოსტაზი ერთმანეთის სინონიმებად მიიღოს. აღარავის აღარა აქვს უფლება. იმიტომ რომ ესენი გამიჯნულია და დამტკიცებულია ეკლესიის მიერ და თუ კი მე ამ სიტყვებს ისევ სინონიმებად მოვიყენებ არსებას და ჰიპოსტაზს, რაღაცა ძალიან ცუდ შედეგებს გამოვიწვევ. და ეს შემთხვევა ერთგან იყო მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ აი ამის შემდგომ, კაბადოკიელთა შემდგომ, უკვე ერთმა პიროვნებამ გამოიყენა ისევ არსება და ჰიპოსტაზი სინონიმებად და რაღაცა ცუდი დასკვნები გამოიტანეს სხვებმა სამწუხაროდ. აი ესე იგი წმინდა სამება არის ერთი არსება და სამი ჰიპოსტაზი. ეს ორი წამი ცოტა ისტორიულ მდგომარეობაზეც რო ისტორიულ ფაქტებსაც რო შევეხოთ, მინდა გაგახსენოთ აი მაგალითად რომ მოგიყვან, აი მაგალითებით რო ვისაუბრო. როდესაც ტაფაში ზეთით ასავსე ეს ტაფა და ნაპერწკლები როდესაც გადადის, მაშინ ცეცხლი ხდება და ეს ტაფა ინთება. თუ ამ ტაფას მე ამ ცეცხლს ტაფაში რომელშიც იწვის ეს ზეთი, ცეცხლი ცივი წყალი გადავასხი, უფრო აფეთქდება ეს ტაფა. აი სწორედ ესეთი რა მოხდა დაახლოებით პირველი მსოფლიო კრების შემდეგ, რომ არსებითად არიანელობა პირველმა მსოფლიო კრებამ კი არ დაასრულა. არა, პირიქით უფრო გამძინვარდა. თითქოს ეს არიანული ერესი როგორც რამ ცეცხლში დამწვარია ეს ზეთი და მას ვიღაცამ ცივი წყალი გადაასხა, უფრო აფეთქდა არიანელობა ამის შემდეგ. გამძინვარდა. და ესე არიანელები დაიყვნენ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყვნენ. ერთნი იყვნენ მაგალითად ერქვათ მსგავს არსელები და რაც მსგავს არსელიო. ესე იგი, რომლებიც ამბობდნენ, იყო ესეთი ჯგუფი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძე არის ბუნებით მსგავსი მამისა. არ ამბობდნენ ბუნებით იდენტურია და იგივეაო მამისაო. ეშინოდათ მათ. ვაიდა რომელიმე მწვალებლობაში არ აღმოჩნდეთო და ისინი არ ამბობდნენ, რომ ძე და მამა ერთი ბუნებისანი არიანო. იმიტომ რომ ეშინოდათ მათ, რომ თუ ვიტყვითო ჩვენ, რომ ძე და მამა ერთი ბუნებისანი არიანო, მაშინ მამა და ძე ერთმანეთს შეერევაო.
ამიტომ ისინი არ აღიარებდნენ ვისა და მამის ბუნებით იგივეობას, ანუ თანაარსობას და ეშინოდათ ამისა. მიუხედავად მით უმეტეს ტერმინ თანაარს არ იყენებდნენ, იმიტომ რომ ამას მწვალებლები იყენებდნენ აგე წარსულ დროში და ეშინოდათ ძალიან. მაგრამ ისეთ სწავლებას არ ვითარებდნენ ამის მიუხედავად, რომ შესაძლებელი იყო მათთან საუბარი. იყო შესაძლებელი რაღაცა მიდგომებით ისინი შემოსულიყვნენ ეკლესიის წიაღში. და ამას ხვდებოდა წმინდა ბასილი დიდი. იმიტომ რომ მას ჰქონდა ძირითადად მიმოწერები გიორგი ლაოდიკიელთან, ბასილი აგირელთან, აი ესენი იყვნენ აი მსგავსარცელების წარმომადგენლები და ჰქონდათ მიმოწერები მათთან, აი ამ ბასილი დიდს და შეეცადა ბასილი დიდი რომ აი ეს მსგავსარცელები რამენაირად როგორღაც შემოიყვანა ეკლესიის წიაღში, არ დაეკარგა. რაც შეეხება აი ქვემოთ უმსგავსოები რო იყვნენ, ესენი იყვნენ ჯგუფი, უფრო ფანატიკური ფილოსოფოსები უფრო, რომლებიც ამბობენ რომ ძე ბუნებით უმსგავსოა მამასთან, არანაირი მსგავსება არ აქვს ძეს მამასთან. აი ასე ესენი იყვნენ პირწავარდნილი ერეტიკოსები და ეკლესია ვერაფერს ვერ მოუძებნიდა მათ შების წერტილებს, რომ იქნებ რამენაირად შემოსულიყვნენ ეკლესიის წიაღში. და აი ამ მსგავსარცელების რიგებიდან იყო ერთ-ერთი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი მაკედონიოსი ერქვა. და ეს მაკედონიოსი ერთხელ გამოვიდა ქადაგებაში და თქვა, რომ სული წმინდა არ არისო ღმერთიო. არის რა ძე ღმერთის ეს უშვენიერესი, უმაღლესი პირველი ქმნილებაო. ესე იგი სული წმინდა შერაცხა ქმნილებად. უჩია წარმოშვა ეკლესიის წიაღში. და ეს რა თქმა უნდა გაიგო ათანასემაც და ათანასემაც გამოიყენა ეს საბაბად გამოიყენა მართლმადიდებლური სწავლების გამოსათქმელად და სწორედ თქვა ათანასემ რომ ჯერ მოიყვანა სულიწმინდის ფუნქცია რა არის ეკლესიაში და სულიწმინდის ფუნქცია არის განწმენდა და სრულყოფა და შესაბამისად სულიწმინდა თუ ბუნებითი ღმერთი არ არის ის ვერც განწმენდს ვერ არის და ვერც სრულყოფს ვერ არის. და შესაბამისად აქედან გამომდინარე სულიწმინდა არის ის რომელიც განაღმრთობს ადამიანს და ეხლა ვინც ღმერთი არ არის ის სხვას ღმერთად როგორ გახდის ხო? და აი ეს იყო მთავარი არგუმენტი ათანასესი და შემდგომ უკვე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წმინდა წერილის საფუძველზე გამოიკვლევს და სულიწმინდას ასე ვთქვათ იღვთისმეტყველებს როგორც თანაპატივდებულად და თანაარსად მამასთან და ძესთან. ისიც ბუნებით ღმერთია. მაგრამ ბასილი დიდი რომელიც ჯერ იბრძოდა მსგავსარცელების შემოსაყვანად ეკლესიაში და პრობლემა ჰქონდათ ამ მსგავსარცელებს ჯერ ძეღმერთის ბუნებით ღმერთობასთან დაკავშირებით ვერ დაიწყებდა საუბარს სულიწმინდის ღმერთობაზე. მას რო სულიწმინდის ღმერთობა ეთქვა გაცხადებულად ისინი უარს ეტყოდნენ ამას, გაექცეოდნენ ბასილი დიდს. ამიტომ ბასილი დიდი ცდილობდა რომ ესე შეფარვით ეთქვა სულიწმინდის ღმერთობასთან დაკავშირებით და მოიყენა ეგრეთ წოდებული სიტყვათა ბალანსირების მეთოდი, აიღო სიტყვა ღმერთიდან აიღო მნიშვნელობები და ჩადო სხვა სიტყვებში და სიტყვა თანაარსიდან აიღო მნიშვნელობა და ჩადო სხვა დამფინა სხვა სიტყვებში. და ბასილი დიდმა ესე ერთგვარად უთხრა მათ, რომ კარგი, ნუ იტყვით რომ სულიწმინდა ღმერთია და თანაარსია ძისა და მამისა, მაგრამ თუ თქვენ აღიარებთ რომ სული არის წმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი და ამავე დროს მამასთან და ძესთან თაყვანცემული და თანადიდებული, მაშინ მე მზად ვარ, რომ თქვენ მიგიღოთ საეკლესიო ერთობაშიო. და მართლაც მათ აღიარეს ეს, რომ კარგი, ამას ვაღიარებთ და წმინდა ბასილი დიდმა ისინი შემოიყვანა ეკლესიის წიაღში. მაგრამ ბასილი დიდი ძალიან დიდი გაკიცხვისა და ასე ვთქვათ უსამართლო ცილისწამებების მსხვერპლი გახდა ამის გამო. რომ საყედურობდნენ მას რომ გაცხადებულად რო ლაპარაკობს სულიწმინდის ღმერთობაზეო, მაგრამ ბასილი დიდ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ ისინი როგორღაც შემოიყვანა ეკლესიის წიაღში. გვაქვს ორი ასე ვთქვათ მიმართულება, ხო? ერთი ათანასევის პირდაპირ ამბობს სულიწმინდის ღმერთობაზე, მეორე გრიგოლ ღვთისმეტყველი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სულიწმინდის ღვთისმეტყველებაზე, ღმერთობაზე და აქ ბასილი დიდის რაღაცა დიპლომატიური მიდგომა, სადაც შეფარვით არის საუბარი სულიწმინდაზე. და აი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება რომელიც 391 წელს გაიმართა კონსტანტინოპოლში, იქაც უკვე შეიქმნა ტექსტის მეორე ნაწილი, სულიწმინდა ღმერთი, აი და მოყვანილია მხოლოდ სულიწმინდა ღმერთზე საუბარი, მუხლი, ეს არის მთავარი ჩვენთვის, აი ამ შეხვედრისთვის და ნახეთ მსოფლიო კრებამ მიიღო ბასილი დიდის აი ეს სწორედ ეს დიპლომატიური მოქმედება აღიარა და მანაც ეს გაითვალა და სწორედ ესე არის შეტანილი აი ამ სარწმუნოების სიმბოლოზე, სადაც
სადაც საუბარია რომ სული არის წმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი და განმარტებლები ამბობენ რომ წმინდაში, უფალში და ცხოველმყოფელში იგულისხმება რომ სული წმინდა არის ბუნებითი ჭეშმარიტი ღმერთი და ამავე დროს რომელი მამისგან გამოვალს ამას თავად მაცხოვარი ბრძანებს მამასთან და ძესთან თაყვანცემული და თანადიდებული რომ აი ამ ტერმინებშიო იგულისხმება სული წმინდის თანაარსობა მამასთან და ძესთან და აი ეს სარწმუნოების სიმბოლო ასე დამტკიცდა და დადასტურდა სულიწმინდის ღმერთობაც ეკლესიის წიაღში. ანუ მიღებული იქნა სულიწმინდა და ასე თქვა დიდებული იქნა ღვთისმეტყველა ეკლესიამ სულიწმინდის ბუნებითი ღმერთობაც. და აი ორიოდე სიტყვით მინდა აგრეთვე წმინდა სამებაში არსებულ თვისებებსაც შევეხოთ, რომ არის ერთი არსება, ბუნება, მთლიანად არის სამივე ჰიპოსტაში. ანუ ერთი არსებაა და ეს ერთი არსება სამივე ჰიპოსტასშია. და ამ ბუნებასაც აქვს თავისი მახასიათებლები და ჰიპოსტასებსაც აქვს თავისი პიროვნული თვისებები. აი ბუნების თვისებები, მახასიათებლები რა არის, იცით? აი ამ მახასიათებლებში ჩვენ შევიცნობთ საღვთო ბუნების არსებობას. იმიტომ რომ საღვთო ბუნება, თავად საღვთო ბუნება თავის თვისით შეუმეცნებელია, ვერავინ ვერასოდეს შეიმეცნებს საღვთო ბუნებას, მაგრამ საიდან ვიცით რომ ის არსებობს? თუ ვერავინ ვერ შეიმეცნებს, მაშინ საიდან ვიცით რომ არსებობს, ხო? ამ ბუნებას აქვს თავისი თვისებები, ანუ მახასიათებლები, მას ენერგიები ქვია, მოქმედებები ქვია და ამ მოქმედებებში ჩვენ შევიცნობთ ამ საღვთო ბუნების არსებობას, რომ ის ნამდვილად არსებობს. არის ჰიპოსტასური პიროვნული თვისებებიც და მახასიათებლებიც, მაგრამ ნახეთ, ეს ჰიპოსტასური პიროვნული თვისება გვაუწყებს რას? იმას კი არა, რომ ჰიპოსტასი არსებობს, არა, ის ნამდვილად არსებული და კონკრეტულია. უბრალოდ ეს ჰიპოსტასური პიროვნული თვისება გვაუწყებს იმას, თუ როგორ არსებობენ, როგორ არსებობს მამა, როგორ არსებობს ძე და როგორ არსებობს სული წმინდა. აი პიროვნული თვისებები ამის მაუწყებელიაო, გვასწავლიან ეკლესიის მამები. და ორიოდე სიტყვით ესე ვთქვათ, ჰიპოსტასური, ანუ ჰიპოსტასების პიროვნული თვისებები რა არის ახლა? აი მამის ჰიპოსტასის პიროვნული თვისება არის, მამის ჰიპოსტასური თვისება, ესე შეგვიძლია ვთქვათ, უშობელობა. სიტყვა უშობელობა ნიშნავს იმას, რომ მამა არავისგან არ შობილა, არ ყავს მამას მიზეზი, ვისგანაც არის წარმომავალი. მარადიულია და უშობელია. არავისგან არასოდეს არ შექმნილა. ამიტომაც უშობელად იწოდება მამა. რაც შეეხება ძის, ძის ჰიპოსტასის პიროვნული თვისება არის, ძის ჰიპოსტასის თვისება არის შობილება და საიდან იღებს ძე ამ პიროვნულ თვისებას, რომ ის უშამოდ და მარადიულად იშვების მამისგან. ნახეთ, ამ იშვებიდან იღებს ძე პიროვნულ თვისებას და ეს პიროვნული თვისება არის შობილება. რაც შეეხება სულიწმინდა გამოვალს მამისგან და აი ამ გამომავლობიდან იღებს თავის პიროვნულ თვისებას და მისი პიროვნული თვისება არის გამომავლობა. და აი ეს პიროვნული თვისებები ჩვენ გვაუწყებენ რაგვარ მყოფობას, ხო? როგორ ყოფობს მამა უშობლად, ძე როგორ არსებობს შობილად და სულიწმინდა როგორ არსებობს, როგორ მყოფობს გამოსვლითად. ასე არის ნათლისმეტყველები და აი ამ თვისებებს პიროვნული რატო არის პიროვნული? იმიტომ რომ არ გადადის მამიდან ძეში და ძიდან არ გადადის, თქვათ, არც მამაში და არც სულიწმინდაში. ისინი საკუთრივად ფლობენ. ანუ მხოლოდ მათია ეს თვისება. ეს თვისება რო არა, აი ეს ჰიპოსტასები ერთმანეთში აირეოდნენ, იმიტომ რომ გამიჯნულობას რაც ამყარებს მათ შორის, ეს პიროვნული თვისებაა. წმინდა ნილოს კაბასილასი, ეს მე-14 საუკუნის უდიდესი დოგმატიკოსი მამა, ამბობს, რომ აი არ შეიძლება რომ მამის ჰიპოსტასი პიროვნული თვისება, ნახეთ, მამის ჰიპოსტასის უშობელობა გადავიდეს ძეში. იმიტომ რომ მაშინ ძე გახდება უშობელი და შობილი. და რადგან მამა უშობელია და ძე უშობელი და შობილი, მაშინ მამა და ძე უშობელობის თვისებით ერთმანეთის იდენტურნი გახდებიან და შეირევიანო. ასე ამბობს წმინდა ნილოსი. ნუ ეს ძალიან სიღრმისეული რაღაცაა და მაგრამ ნუ ესე ძალიან მათ შესვლაც არ ვიცი როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაინც აქვს ეს რატომ ასაბუთებს ამით ნილოსი, რატომ არ შეიძლება ჰიპოსტასური თვისება გადავიდეს ერთი ჰიპოსტასიდან მეორეში. ისინი ამას პიროვნულად ფლობენ და ეკუთვნის მხოლოდ ცალკეულ მათგანს. რაც შეეხება ბუნების თვისებები, ისინი არიან მოძრავნი. ნახეთ, ერთი საღვთო ბუნებაა მამაში, ძეში და სულიწმინდაში და ამ საღვთო ბუნებას ახასიათებს აქვს თავისი მახასიათებლები, თვისებები. მაგალითად, როგორ ვარჩევთ ჩვენ რა არის საღვთო ბუნების თვისება და რა არის საღვთო ბუნების თვისება, ხო? და რა არის ჰიპოსტასის სახელი. სხვა არის საღვთო ბუნების თვისება, სხვა არის ჰიპოსტასის სახელი და ამას ჩვენ სხვადასხვა ონომატებში, ესე სახელებში ვარჩევთ. სახელებია ის, რაც ჩვენ გვაუწყებენ რა რას ნიშნავს და რა რას გულისხმობს. მაგალითად, ჩვენ ვამბობთ, რომ
ღმერთი არის მოწყალე, ხელმოქმედი, მანუგეშებელი კეთილი. აქედან გვეუწყება ჩვენ რა არის საღვთო ბუნების თვისება. საღვთო ბუნების თვისებაა მოწყალება, ხელმოქმედება, ნუგეშინისცემა, სიკეთე და ასე შემდეგ. როცა მე ვამბობ საღვთო ბუნების თვისებაა თქო, ნიშნავს იმას, რომ ამ საღვთო ბუნების თვისებას ფლობს სამივე ჰიპოსტასი თანაბრად და სრულად. ესე იგი, მამაც მოწყალია, ძეც მოწყალია, სულიწმინდაც მოწყალია. მამაც ქველმოქმედია, ძიც ქველმოქმედია, სულიწმინდაც ქველმოქმედია. რატო? იმიტომ რომ ეს თვისება საღვთო ბუნების თვისება, პიროვნული თვისება კი არაა, არა. მხოლოდ ერთს რო ეკუთვნის, არა. საღვთო ბუნების თვისებაა და რადგან საღვთო ბუნების თვისებაა, სამივესთვის ერთია და ზოგადია. თავად სიტყვა ღმერთიც, ნახეთ, სიტყვა ღმერთი საღვთო ბუნების გამომხატველია. როდესაც მე ვამბობ ღმერთს, ამით მე ეს არის საღვთო ბუნების სახელი. ამით მე აღნიშნავ საღვთო ბუნებას, მაგრამ როდესაც მე ვამბობ მამას, მამა ეს არ არის საღვთო ბუნების სახელი, არამედ ჰიპოსტასის სახელია. მამა, ძე და სულიწმინდა ეს ჰიპოსტასების სახელია, ანუ კონკრეტულობების სახელია. მაგრამ როდესაც მე ვამბობ ღმერთს, ღმერთი ეს არის საღვთო ბუნების სახელი და გამომხატველი საღვთო ბუნების თვისება. გამომხატველი აი ამ საღვთო ბუნებისა. როდესაც მე ვამბობ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, სამ გულისხმობ, არამედ გულისხმობ ერთ ღმერთს. გულისხმობ, რომ ამ სამ ჰიპოსტაში, მამაში და ძეში ერთი მამა ღმერთია, ძეც ღმერთია. აი ამ შენია. მნიშვნელოვანია სწორედ ეს ნება მოქმედება. ნებელობა საღვთო ბუნებისა და საღვთო ბუნების თვისება რაც იგივე ნებავს და იგივე ძალიან ძნელია ამის აღქმა. როგორ შეიძლება სამი იყოს და სამივეს ერთი ნება ჰქონდეს? ძალიან ძნელია, მაგრამ ეს სწორედ იმით აღიქმება და განიმარტება, რომ ნებელობა და მოქმედება არის სწორედ საღვთო ბუნების თვისება და რადგან ბუნება მათში არის ერთი, ამიტომაც მათი ნება არის ერთი და ამ ნებას რა მოყვება? მოქმედება. შესაბამისად, რადგან ნება ერთია, მათი მოქმედებაც არის ერთი. და აი ეს სწორედ აი ეს ერთი ნება და ერთი მოქმედება რომ გამოეხატათ მამებს, აი ეს ძალიან სამყაროს შექმნის დროს გამოიყენეს კონკრეტული ფრაზა, კონკრეტული ფორმულირება გამოიყენეს წმინდა მამებმა. და ეს ფორმულირება სწორედ ასეთია, რომ ყოველივე იქმნება მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში. აი ეს ფრაზა, სიტყვა მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში, ამის მომასწავლებელია, რომ მამაც ქმნის, ძეც ქმნის და სულიწმინდაც ქმნის. მამასაც ნებავს და ქმნის და სულიწმინდასაც ნებავს და ქმნის. მაგრამ ფუნქციურად აი ამ სამყაროში ეს განსხვავდება ეს მოქმედებები, ხო? მამა აი ამ ენერგიის, ამას ქვია წინადამწყებითი მიზეზი. მამა აი ამ ენერგიის დასაწყისია, ძე აი ამ მოქმედებას, ხო, აძლევს ფორმას და სულიწმინდა უკვე სრულყოფს. მაგრამ ისე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ მამის მიერ დაწყებული რაიმეთი ნაკლებია ქრისტეს, ანუ ძის მიერ ფორმა მიცემულზე. ან სულიწმინდა რომ სრულყოფს აი ამ მოქმედებას, განა რაიმეთი მეტია სულიწმინდის სრულყოფილი ძეზე და მამაზე. არა, უბრალოდ ეს ერთი ნებელობა და ერთი მოქმედება სიტყვიერად როგორღაც ხო უნდა გამოვხატოთ, ხო უნდა გამოვთქვათ. აი სწორედ ამ ფრაზაში ეს იგულისხმება, რომ ყოველივე იქნება მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში. ესე იგი სამყარო იქნება სამება ღმერთის მიერ. და აი სწორედ ახლა გადავიდით ბოლო სლაიდზე და ბოდიშს ვიხდი ძალიან გადაცდომისთვის, ბოლო სლაიდზე. მონარქია. აი მონარქია, ერთ დასაბამობა, იგივე ერთ საწყისიანობა. ნახეთ, არის თეოლოგია. თეოლოგია არის ეს სამსჯელო კონტექსტი, სადაც ჩვენ საუბრობთ მარადიულ სამებაზე. აი ეს ყველაფერი რაც ზემოთ ჩვენ, ყველაფერი იყო თეოლოგიის კონტექსტში და მეორე, აი თეოლოგიისგან რადიკალურად საპირისპირო არის ეკონომია. ეკონომია არის ყოველივე ის, რაც სამყაროს, აი ქმნილ სამყაროს შეეხება. ანგელოზიდან დაწყებული, ვიდრე ადამიანის დამთავრებული. აი ყველაფერი ეს თავსდება ამ ეკონომიაში და ამ ეკონომიის მწვერვალად, აი ყველაზე დიდ გამოხატულებად მიიჩნევა ღვთის ძე ღმერთის განკაცება.
რომ ძეღმერთის განკაცება იყო ეკონომიის, ანუ საღვთო განგებულების მწვერვალი. და როდესაც საუბრობთ ეკონომიას გულისხმობთ ჩვენ შესაქმეს თლიან სამყაროს. და ნახეთ, აი ერთ კონტექსტში, თეოლოგიის კონტექსტში, სადაც საუბრობთ მარადიული სამების მარადიულ მყოფობაზე და არის მარადიული სამება, იქ არის მამის ერთდასაბამობა, მხოლოდ მამის ერთსაწყისიანობა. იქ საწყისი, ანუ წმინდა სამებაში არის მხოლოდ ერთი დასაბამი, ერთი საწყისი, ერთი მიზეზი. და ეს ერთი საწყისი და ერთი მიზეზი არის მამის ჰიპოსტაზი, მამა. მაგრამ ესეც არ არის შემთხვევით. შეუძლებელია წმინდა სამებაში ორი საწყისი იყოს, მაშინ ორსაწყისიანობაში აღმოჩნდებით, ხო? ორსაწყისიანობაში, მანიქეველობაში, ხო? ორსაწყისიანობაში აღმოჩნდებით. ამიტომ ეკლესიის მამები აქცენტირებენ, რომ წმინდა სამებაში არის ერთი საწყისი, ერთი დასაბამი. და ვინ არის, რომელია ეს ერთი დასაბამი, ჰიპოსტაზი? ეს არის მამის ჰიპოსტაზი. მამა უჟამოდ და მარადიულად შობს თავისი არსებისგან ძეს და მამა უჟამოდ და დაუსაბამოდ და მარადიულად გამოვალს სული წმინდას. და გრიგოლ პალამა უკვე მე-14 საუკუნეში ამას კიდევ უფრო დააკონკრეტებს და იტყვის, რომ ძე იშვების მამის არსებისგან მამისეული ჰიპოსტაზის მიერ. და ასევე სულიწმინდასთან დაკავშირებით, რომ სულიწმინდა გამოვალს უჟამოდ და მარადიულად მამის არსებისგან მამისეული ჰიპოსტაზის მიერ. ეს კიდევ უფრო დაკონკრეტებულია. ნახეთ, რომ ვინმე არ წარმოიდგინოს გონებაში, რომ არსება და ჰიპოსტაზი ერთმანეთს განეცალკევებიან. აი ეს რომ ვინმეს არ ეფიქრა. მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის რომ არსება და ჰიპოსტაზი პირი მამისა ერთმანეთს შეეზავებიან. არა, იცით რა არის? კი, ვამბობთ, რომ არსება საღვთო ბუნება ჰიპოსტაზშია. არსება საღვთო ბუნება არის ჰიპოსტაზში, მაგრამ ისე მყოფობს არსება ამ ჰიპოსტაზში, რომ ისინი არ შეირევიან ერთმანეთს, ანუ გაუმიჯნავად გამიჯნულნი არიან, შეურევნელად შეერთებულნი არიან ერთმანეთთან. არსება და ჰიპოსტაზი. ორივე იცავს, არ ვიცი, სიტყვიერად თქვა, თავის საზღვარს, ასე ვთქვათ, როგორც ქრისტოლოგიაშია. ორივე თავის საზღვარშია. ერთმანეთში, მაგრამ არ შეირევიან, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ არსებისა და ჰიპოსტაზის ურთიერთშერევნა. ამიტომ ამბობენ მამები, რომ კი, საღვთო არსება, საღვთო ბუნება ჰიპოსტაზშია, მაგრამ შეურევნელად არიან ერთმანეთში. მაგრამ უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ჰიპოსტაზებიც ერთმანეთში არიან, მაგრამ ეს შემდეგი შეხვედრისთვის იყოს არ გვინდა ამდენი, იმიტომ რომ ესეც რაც ითქვა, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ძნელი, რთული და ბევრი კითხვები გაგვიჩინა ყველას. მაგრამ რთულია და ძნელია, იმიტომ რომ ის მარადიულია, უცვალებელია და ჩვენ ამ ეკონომიაში ვცხოვრობთ, ხო, ეკონომიაში ვართ, ისტორიაში ვართ და აი ამ ისტორიიდან ვსაუბრობთ მარადიულ სამებაზე. მაგრამ ისიც არა, ხო, ისიც არის, რომ სრულად აგნოსტიკიზმი არ გვაქვს ღვთის შესახებ. ვიცით რაღაცეები, რისი დატევნაც შეგვიძლია და არის რაღაც რაც უცნობია, ხო? ღმერთის ყოვლითურთ შემეცნება შეუძლებელია. ანუ არც აგნოსტიკიზმში არ ვართ, ანუ უცოდინრობაში არა ვართ, რასაც ბევრი ამბობდა იმ დროსაც და დღესაც ბევრს წამს ეს, ხო, რაღაცა უცოდინრობის აი ამ თეორიას მიუყვება და ნუ ღმერთის შესახებ ეს არ გვაქვს. ვიცით რაღაცა ღმერთის შესახებ ნამდვილად. რაც შეეხება, ესე იგი, წმინდა სამებაში, მარადიულ არსებაში, მარადიულ მყოფობაში გვაქვს მამის ერთდასაბამობა და რა ვთქვი, ეკონომიაში რა ვთქვი, რომ მამი ყოველივე იქნება მამისგან ძის მიერ სულწმინდაში. ეკონომიაში გვაქვს წმინდა სამების ერთდასაბამობა. რას ნიშნავს წმინდა სამების ერთდასაბამობა? რომ სამყაროს ქმნის სამივე ჰიპოსტაზი, მამაც, ძეც და სულიწმინდაც და ეს როგორ ითქმის, როგორ გამოითქმის, ყოველივე იქნება მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში. ეს ფრაზა ნიშნავს სწორედ მაგას, რომ შესაქმეში სამყაროს შექმნის დროს მონაწილეობას იღებს სამივე ჰიპოსტაზი, სამივე პირი. და გვაქვს წმინდა სამების ერთდასაბამობა და ამაზე ხაზი უნდა გავუსვათ, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცა მატერია, რომელიც ღმერთთან თანამარადიულია და ამ მარადიული მატერიისგან ქმნის ღმერთი სამყაროს. არ არის ასე. არამედ ღმერთი წმინდა სამება, მამაძე და სულიწმინდა, ყველა წმინდა სამება არ არსებობიდან არსებობაში ქმნის სამყაროს. ესე იგი, არ არსებობიდან შემოყავს მთელი სამყარო არსებობაში. თეოლოგიაში მამის ერთდასაბამობა, ეკონომიაში წმინდა სამების ერთდასაბამობა. როცა ვამბობ მე
წმინდა სამებაში რომ მამა არის ერთი დასაბამი და ერთი საწყისი, ესე იგი რას ნიშნავს? მამა არის დასაბამი ძის არსებობისა და წმინდა სულის ჰიპოსტასური არსებობისა, არანაირი ასე ვთქვათ მეტობა. აი ამ ის რომ მამა არის საწყისი, არანაირი მეტობა არ დაინახება ამაში. არანაირი ბუნებითი მეტობა. იმიტომ რომ მამა შობს ძეს და აძლევს თავის მთლიან ბუნებას, საღვთო ბუნებას ძეს და მამა გამოვალს რა უჟამო და მარადიულად სულიწმინდას, თელ და თავის საღვთო ბუნებას აძლევს სულიწმინდას. თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, უფრო რო დავაკონკრეტო, მამა შობს ძეს და თავის საღვთო ბუნებას კი არ უკოფირებს. კოპს კი არ აძლევს, თავისი საღვთო ბუნების კოფირებულ ვერსიას კი არ აძლევს ძეს. არა, ორიგინალი, მთლიანი აი ეს ორიგინალ ბუნებას აძლევს ძეს. სულიწმინდას გამოვალს უჟამო და მარადიულად და კოფირებულ ვერსიას კი არ აძლევს. არა, აი ამ და მთლიან ბუნებას, ამ ბუნებას იგი ორიგინალი საღვთო ბუნება აქვს მამას, ორიგინალი საღვთო ბუნება აქვს ძეს, ორიგინალი საღვთო ბუნება აქვს სულიწმინდას. ერთი მისხალითად არ სხვაობენ ბუნებითად, ბუნების მიხედვით ერთი მისხალით არ სხვაობენ ერთმანეთს. რაღაცა ცვალებადობა რო იყოს, უმალ პოლითეიზმში აღმოჩნდებით. ამიტომაც მამები აქცენტირებენ ბუნების იგივეობას წმინდა სამებაში, რადგან ამის მიხედვით ფუძნდება ქრისტიანული ერთღმერთიანობა. აი ახლა ეს რაც თქვით ჩვენ წმინდა სამების დოგმატი და მორჩეთ. რა არის ამის მნიშვნელობა რომ ნახეთ გამოითქვა ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ ნახეთ მე-4 საუკუნეში არის გამოთქმული წმინდა მამების მიერ. ნუ ძალიან დიდი ტკივილითა და ტანჯვით ისევ ხას უსვამ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა აიძულებს ღმერთს რომ მან ეს ყველაფერი ღვთისგანაა ბოძებული და ადამიანმა თუ არ იშრომა და არ იტანჯა, არ ილოცვა, ისე ღმერთია იძულებული მოწყალებითა და კაცმოყარება არის ორი თვისება, რომელიც ღმერთს აიძულებსო, რომ ჩვენ გადმოვხედოსო და ისე აი ამ ტანჯვის შრომის წვალების გარეშე ღმერთი არ მოიღებს თავის წყალობას და ეს აქაც ამ კონტექსტშიც ესე არის, გარდა იმისა, რომ სულიერ ცხოვრებაშიც ასეა. ქრისტიანულმა ეკლესიამ აი ამ თავის სწავლებით წმინდა სამების შესახებ ერთი მხრივ პასუხი გასცა ყველას. აი მამა ეფრემს რო ქონდა ძალიან კარგად ის სქემა, ხო? ეკლესია სად უწევდა, რა გარემოში უწევდა მოღვაწეობა. აქეთ იყო იუდაიზმი, აქეთ იყო ეს წარმართობა პაგანიზმი და ქვემოთ იყო რა იყო წარმართული ფილოსოფია. და შესაბამისად აი ეკლესიამ ყველას გასცა პასუხი უფრო იუდაიზმსა და პოლითეიზმს. ბრალდებებიც არსებობდა ასეთი, რომ ზოგს ქრისტიანები იუდეველებად მიაჩნდა. ზოგს კიდე ქრისტიანები მრავალღმერთიანად მიაჩნდა, იმიტომ რომ როგებულობდნენ რომ ჩვენი ღმერთია მამა, ძე და სულიწმინდა, ფიქრობდნენ რომ კაცო ესენი მრავალღმერთიანელები არიანო, პოლითეიზმში არიანო. და აი ამით ამ სწავლებით ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ტრიადოლოგიური სწავლებით პასუხი გასცა იუდეველებსაც და იუდეველებში ჩვენ გვყავს ერთი ჰიპოსტასური ღმერთი, ერთპიროვნული ღმერთი, ერთი ჰიპოსტასური. იქ არის მხოლოდ მამა და მას აქვს ორი ძალა. ერთი ძალას ქვია ძე, მეორე ძალას ქვია სულიწმინდა. ჰიპოსტასები კი არ არიან იქ ნამდვილად, არამედ ძალები. მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელი, ერთი ჰიპოსტასური უდაური ღმერთი. და ამით გასცა და ჩვენ ქრისტიანულ დოგმატში რა გვაქვს, წმინდა სამების დოგმატში, რომ სამპიროვანი ღმერთია, სამჰიპოსტასური ღმერთია. და ამით თქვა, გაემიჯნა იუდეველობას, რომ იუდეველი ღმერთი არ წარსო. და მეორე მხრივ ის რომ ამ სამ ჰიპოსტასში აქცენტი გაუკეთა რომ ამ სამ ჰიპოსტასში არის ერთი საღვთო ბუნება და ერთი ღმერთება და ერთი საღვთო ბუნება. ამით დაუპირისპირდა პოლითეიზმს, რომ მე წამს და ვეთაყვანები სამ ჰიპოსტასურ ღმერთს, მაგრამ მათი ბუნება ანუ ღმერთება არის ერთი და პოლითეიზმში რა ხდება? პოლითეიზმში მრავალი ბუნებებია. რამდენი ღმერთიც არსებობს, იმდენი ბუნებაა. აქედან მოდის ეს პოლითეიზმი მრავალღმერთიანობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოსტასურად ქრისტიანული ღმერთი არის სამი, მამა, ძე და სულიწმინდა, მისი არსება არის ერთი და აქედან გამომდინარე გვწამსო ქრისტიანობა განაცხადეს გვწამს ერთი ღმერთი. და ამით თქვა ქრისტიანობამ, რომ მე არც იუდეველი ვარ და არც მრავალღმერთიანული რელიგიაა ჩემიო, არამედ ჩემი არის ქრისტიანული რელიგიაო. აი სწორედ ამ წმენის მატარებლები ვართ დღევანდელ დღემდე ჩვენ. მართლმადიდებლური ქრისტიანი, მართლმადიდებლური ეკლესია აი ამ დოგმატებს და აი ამ სწავლებებს დღემდე აი უცვალებლად ერთი აი არაფერს აცვლის საერთოდ, აი სწორედ ამაზე არის დაფუძნებული და ამას ვიმარხავთ ჩვენც და აი ასე მიუყვებით ცხოვრებას. ამას სოფლის შარა გზას. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მოსმენისთვის.